Mama, აბა სად მივდივართ ბავშვებო? სათევზაოდ. აი თქვენ გენაცვალეთ. ევა, სათევზაოდ მიდიხარ მა? აი აქედან იწყება ზუსტად ბუნების და სამშობლოს სიყვარული. უყვართ ბავშვებს თევზაობა? იწყებენ ნელ-ნელა ნაბიჯ, როგორც ჩვენ დავიწყეთ თავის დროზე. ხიდი ჯოხით. სოფელში ვარ ზესტაფონში, მივდივართ სოფლის ღელეზე, რომელიც ჩემ ბავშვობაში ძალიან მიყვარდა და ერთობოდი ხოლმე. მერე ბევრჯერ გაანადგურეს მანა. ახლა ჩამოვედი და პატარ-პატარა თევზი მაინც ყოფილა ბავშვების გასართობად. აბა ჩავართ ახლა და ნახოთ რა სიზამელ პატარები. ასოზე? ამოგა. აი დაიჭირა ელენე. ელა ტოტოს. გამო. აი რა ხელაღელი დაიჭირა. აი ევამას დაიჭირა. ევა მეორე თევზი დაიჭირა უკვე. აი ევა საჭირელი თევზი. ევა კარგია მა? კარგია, მოგეწონა? კაი, ხოხსა და აღა ელენე ჯერი, ახლა ელენე მივა. შეუჭამია. მამი. ევა. დაიჭირე მა? მაჩვენი აბარა დაიჭირე? აი. ევა კომ დაიჭირა პატარა. ელენე მას დაიჭირა, შეთქო დაიჭირე ელე? ნიკუშა მას დაიჭირა. ეს არის მეგობრებო. პატარა ღელე ჩამოდის რა, ჩვენ სოფელში საფულში ხდება ხოლმე და ასეთ გუბეები რჩება. მთელი ბავშვობა აქვს ერთობოდი. აი თევზი ელენე. აი, ვაიმე რა ხელა დაიჭირა ელე. გამოიყვანე მედი. აი, კაი, დიდი დაიჭირა ელენე. მალადეთ. აი აქ ერთობოდი ხოლმე ბავშვობაში და ეს იყო პირველი ნაბიჯები. ახლა ეს მომავალი თაობა გადის ამ ნაბიჯებს და ძალიან მიხარია. იმიტომ რომ ეჩვევიან თავის ბუნებას, უყვარდებათ. მერე ნელ-ნელა რა ქვია, გადავლენ უკვე დინარე რაღაცა დახვეწავენ, შეუყვარდებათ და თავის სამშობლოს რა თქმა უნდა ეყვარდება. მოუფრთხილდებიან და მოულიან. არ იქნებიან ისე, ვინც აი ამ პატარა თაობას უსწრებს იმ დინარეებს და რავი, ცხოველები იქნება თუ ფრინველები იქნება. აი როგორ უხარიათ ბავშვებს. ნიკუშა, რა დაიჭირე? ნიკუშა რეკორდი მოხდა. კუ დაიჭირა. ყვარებია კუს ჭიაღელა. აი ნიკას პირველი რეკორდი. კუმი არ ყავს დაჭერილი. წავიყვანოთ. ალადეს. აბა რა შვებით მეთევზეებო. ნიკუშა არ მოდის?